14 წელი ქართულ მედია სივრცეში. პირველად და უწყვეტად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრება და რეალობა. ყველაფერი ჩვენზე და არაფერი ჩვენს გარეშე. რადიო იმედის ეთერშია ნინო მეუნარგიას საავტორო სოციალური პროექტი ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ. გეტყვით, რომ ასოციაცია იკაოს-21-ის და ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობით სულ ცოტა ხნის წინ დმანისში ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა. ჩვენი სტუმარია ასოციაცია იკა-21-ის დამფუძნებელი, უფლებადამცველი ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში მაია ასაკაშვილი. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. მოგესალმებით, ნინო, მივესალმები. Questionnaires, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობა თქვენ, ძალიან საინტერესო თემით შემოგვიერთდით და მოდით ჩვენ მსმენელს ვუამბოთ დმანისის ახალგაზრდული ბანაკის შესახებ, რომელიც როგორც დავაანონსეთ, ასოციაცია იკაოს-21-ის და ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობით გაიმართა. რა მიზანს ემსახურებოდა ბანაკი და რა თქმა უნდა აქტივობებზეც გავამახვილებთ ყურადღებას. გისმენთ. დიახ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ფერადი ლამაზი დავიწყარით დღეები გაატარეს ირაკლი ექემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის ახალგაზრდებმა, ასოციაცია იკაოს-21-ის ახალგაზრდებმა დმანისში. ჩვენ გახდით ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორები და მათი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა ეს პროექტი. ის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ახალგაზრდობის სააგენტოს. პროექტის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ამ ბანაკის მიზანი ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, მხიარული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებდნენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას, სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარებას, თვითგამოხატვას, დამოუკიდებლობის გაზრდასა და თანატოლებთან ინტეგრაციას. დიახ, და რაც შეეხება ბანაკს, ეს პირველად გაიმართა თუ გამოცდილება ჰქონდა მსგავსი პროექტის განხორციელების? ახალგაზრდობის სააგენტო წლების განმავლობაში ახორციელებდა ამ პროექტს, მაგრამ თქვენი ჩართულობით შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის ეს იყო პირველი საპილოტე, როცა მოხდა შშმ პირთა ჩართვა და ჩვენთან ერთად ჩვენ დავპატიჟეთ ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფი ახალგაზრდების, ჩვენი ორგანიზაციებიდან იყვნენ ახალციხიდან, ჩვენი მეგობარი ორგანიზაციის წარმომადგენელი მშობელთა თანადგომა შვილებს ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი მაია გაჩეჩილაძე, მისი დღის ცენტრის ახალგაზრდები და ასევე საოჯახო ტიპის სახლიდან ჩავთეთ რამდენიმე ახალგაზრდა. კი ბატონო, და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტის განხორციელება და ზოგადად რაც შეეხება გამოცდილებას, უცხოური გამოცდილებაც გვაქვს თუ არა და თუ არის და გაიზიარეთ თუ არა, ესეც საინტერესოა. იმიტომ რომ რაც შეეხება ზოგადად იკაოს-21-ს და რაც შეეხება თქვენს ორგანიზაციას, თქვენ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობთ, აი იტალიაში მახსოვს იყავით და არაერთი სასიკეთო რამ იქიდან ამბავი ჩამოიტანეთ და ასევე ჩვენი ქართული გამოცდილებაც მათ გაუზიარეთ. დიახ, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. საერთაშორისო გამოცდილება, რა თქმა უნდა, არსებობს და ასეთი ინკლუზიური ბანაკები ძალიან ხშირად ტარდება უცხოეთის არაერთ ქვეყანაში, მაგრამ მისასალმებელია ის, რომ საერთაშორისო გამოცდილება გაზიარებული იქნა აქაც და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ზუსტად განხორციელდა ასეთი მნიშვნელოვანი დმანისის ბანაკი, დმანისის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე. ბანაკს ჰქონდა თავისი ძალიან საინტერესო აქტივობები, ამქიფო შემოქმედებითი, ხელოვნებითი და არტ-თერაპია, იყო სპორტული როგორც გამაჯანსაღებელი ვარჯიშების, სხვადასხვა სპორტული თამაშები, ფსიქოლოგიური ტრენინგები უტარდებოდა, სხვადასხვა კულტურული თამაშები, იყო რიტმული ვარჯიშები, მუსიკა და ცეკვა, დრამ-თერაპიაც და გასვლითი აქტივობები და კულტურული ღონისძიებები. ძალიან დაწვრთული იყო ბანაკის პროგრამა
ექსკურსიაზე გახდით დმანისის ნაქალაქარსა და დმანისის სიაში, სადაც გიდის თანხლებით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ისტორია გაუზიარეს ჩვენს ახალგაზრდებს. ზეზვას და მზიას თავის ქალების იქნა აღმოჩენილი და ვიყავით ასევე ღვთისმშობლის მისინების ტაძარში და მამა გვარმა დაალოცა და ნაკურთხი წყალი აღყურა შეშემო ახალგაზრდებს. და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ეს საზაფხულო ბანაკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისთვის, სოციალური, ემოციური განვითარებისთვის და ასეთი ინიციატივები, მსგავსი ინიციატივები შეუწყობს ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებას ნამდვილად და თითოეული ადამიანის პოტენციალის რეალიზებას. ბანაკში ასევე სტუმრად იყვნენ ჩვენთან საქართველოს პარლამენტის წევრი გვესტუმრა ბატონი ვლადიმერ ბოჟაძე, რომელიც გახლავთ გლდანის რაიონის დელეგატი და ჩვენი ფრის ცენტრი მოგეხსენებათ, რომ მდებარეობს გლდანის რაიონში და ასევე გვესტუმრა გლდანის გამგებლის მოადგილე ქალბატონი ნანა ციმაკურიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ძალიან კარგი ნომრები წარუდგინეს ჩვენმა ახალგაზრდებმა მუსიკალური ცეკვის და საინტერესო კონტენტ მასტერკლასები ჩაატარეს მათთვის და ასევე შექმნეს უნიკალური ხელნაკეთი სუვენირები, რომლებიც სტუმრებს გადასცეს შემდეგ საჩუქრად. ძალიან ლამაზი, ფერადი, დაუვიწყარი დღეები და შთაბეჭდილებების ასეთ დღეები და თვითონვე ამბობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ასეთი ბედნიერები არასდროს ყოფილვართ, ასეთ ბედნიერ ბანაკში არასდროს ყოფილვართ. კი ბატონო, და ზოგადად, როდესაც მსგავსი ტიპის ბანაკებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების, ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორია და აპირებთ თუ არა აი ამ პროექტის გაგრძელებას, სამომავლოდ რას გეგმავთ ბანაკის მიმართულებით? ბანაკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, გვინდა რომ გავაგრძელოთ კვლავ თანამშრომლობა, რადგან ეს საპილოტე იყო და წარმატებით გავართვით თავი ამ ინკლუზიური ბანაკის განხორციელებას და წარმატებით შეფასდა ეს პროექტი. გეგმავთ, რომ კიდევ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ახალგაზრდობის სააგენტოსთან და რამდენადაც ვიცი, ახალგაზრდობის სააგენტოს დაგეგმილი აქვს არეალის გაფართოება, არა მხოლოდ დმანისში, არამედ რაჭაში, შაორზე, კიდე ანაკლიაში და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს. ჩვენს გვინდა რომ გავაფართოვოთ არეალი, რომ მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა ჩვენების თანაბარ პირობებში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის. კი ბატონო, და ამასობაში ქალბატონო მაია აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხის სოციალური საწარმოო სხივი 10 წლის გახდა. გილოცავთ, აი სულ ცოტა ხნის წინ გქონდათ იუბილე. რა თქმა უნდა და რაც შეეხება ამ 10 წლიან გზას, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ეს გზა თავისი პროექტებით, თავისი აქტივობებით და აი თავად თქვენ აღნიშნავთ ხოლმე აქ იბადება შესაძლებლობებია, ხო? და ყოველდღიური შრომა ძალიან მნიშვნელოვანია. ამით იქნება მომავალი ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის და მინდა რომ სხივის შესახებაც ისაუბროთ და როგორ ჩაიარა 10 წლის იუბილე. დიდი მადლობა, ნინა, დიდი მადლობა, რომ ფეხმოკლებით და ყველა მნიშვნელოვანი მადლობა თქვენ, რასაც აკეთებთ იმისთვის. საიუბილეო თარიღები არ გამოგრჩება და გახართ ჩვენს გვერდით, უღმესი მადლობა. მართლაც ხის სოციალური საწარმოო სხივი 10 წელი გავიდა, ზუსტად ახლა ხანს რამდენიმე დღის წინ იყო ჩვენი იუბილე, ეს იყო 10 წელი წარმატების, შესაძლებლობების და იმედის დღე. სხივი 10 წლის გახდა 10 წელია ხის სოციალური საწარმოო სხივი არა მხოლოდ სახელოსნო, ეს არის ადგილი, სადაც იბადება შესაძლებლობები, იბადება რწმენა საკუთარი ძალების მიმართ და ყოველდღიური შრომით იქნება მომავალი ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ხის სოციალური საწარმოო სხივი 2016 წელს შეიქმნა. ასოციაცია იკაოს ერთის ბაზაზე.
თბილისის მერის, ახალგაზრდობის სააგენტოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. სხივის სარადამფუძნებელი ჩვენთან ერთად გახლდათ ჩემი შვილი ირაკლი ქემოკლიდze, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა 2021 წელს და მისი გარდაცვალების შემდეგ ის სოციალურ საწარმოსაც დაერქვა სხივი ირაკლის ხის სახელოსნო და ირაკლის მეგობრები ირაკლის ხსოვნის უკთავსაყოფად დღემდე აგრძელებენ წარმატებით ამ საქმიანობას. წლების განმავლობაში ის სოციალური საწარმოს სხივი გადაიქცა პროფესიული სწავლების, დასაქმების, მხარდაჭერისა და სოციალური ინტეგრაციის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად საქართველოში. და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სწორედ სხივში დაიწყო ინტელექტუალური განვითარების შეფერხების კონიპის და დასაქმების, მხარდაჭერის დასაქმების სისტემის პილოტირება, არაფორმალური განათლების, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლებისა და კვალიფიციური მენტორების დახმარებით და არაერთმა ახალგაზრდამ შეიძინა სხივში პროფესიული უნარები, ისწავლეს ხის ეკოლოგიურად სულთა სათამაშოების და სუვენირების დამზადება, საკუთარი ხელით ქმნიან და შექმნეს მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სულთა პროდუქცია და გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. და ასევე დაემატა კიდევ ერთი მიმართულება, ქსილოგრაფია, გრავირება, კვეთა, გრავირებით სუვენირების შექმნა და ამასაც წარმატებით გაართვეს თავი ჩვენმა ახალგაზრდებმა და ისინი მთლიანად სხივის გუნდი 10 წლის განმავლობაში ჩვენმა სოციალურმა საწარმომ რეკიჩილდო და აღიარება მოიპოვა და გამრავალფეროვნა პროდუქცია და ყველაზე დიდი მიღწევა სხივის არის ის, რომ ახალგაზრდებმა ისმონეს საკუთარი შესაძლებლობები, შეიძინეს პროფესია, გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და საკუთარი შრომით შექმნეს წარმატების ისტორია. დიახ, და მე მინდა სხივს და თქვენს ბენეფიციარებს მთელ გუნდს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ 10 წლის იუბილე, რა თქმა უნდა გისურვოთ წარმატებები და ქალბატონო მაია პირადად თქვენ რაც შეგეხებათ თქვენ გარდა იმისა რომ ამხელა საქმეს ჩაუყარეთ საფუძველი იკასთან ერთად, თქვენ შვილთან ერთად და აგრძელებთ ამ გზას. თქვენ ხართ უფლებადამცველი, ანუ ხართ ექსპერტი შშმ-პირთა საკითხებში და სამომავლო გეგმებზეც მინდა გითხრათ და ასევე მერიაში გაიმართა ხო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ და ამაზეც რომ გითხრათ. მოგახსენეთ ამის თაობაზე, რომ მე ამავე დროს გახლავართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შრომის საკითხებზე მომუშავე საბჭოს თანათავმჯდომარე და მოგეხსენებათ, რომ ეს საბჭო წარმოადგენს დედაქალაქის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შშმ-პირთა ხილხშეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. კი ბატონო. მისი მიზანი არის შშმ-პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა და საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა. მათი რეალური შესაძლებლობების აღჩენა. ზუსტად ვინაიდან 14 ივნისის შშმ-პირთა უფლებების დაცვის დღე გახლდათ საქართველოში, ზუსტად ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა შშმ-პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მესამე სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყო ის წესრიგით განსაზღვრული საკითხები, თავდაპირველად რა თქმა უნდა წინა სხდომაზე ინიცირებული საკითხების მიმართ შესაბამისი სამსახურების რეაგირების მოსმენა და შემდეგ ვიმსჯელებ ამ საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობას შშმ-პირებისთვის, როგორც მეტროში, ისე ავტობუსებს და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ შშმ-პირებისთვის პარკირების სპეციალური ნიშნის გაცემის კრიტერიუმების გადახედვა. დიახ. ასევე შშმ-პირთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში საბჭოს სისტემატური ჩართულობის აუცილებლობა და მუნიციპალურ სტრუქტურებთან
მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე ერთ-ერთი საკითხი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის პროექტის გაგრძელება და მისი სერვისად დანერგვა, მომხმარე ტექნოლოგიები და ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებების ინიცირებით შემოვიდა ასევე საბჭო. ვისაც სჭირდება ეს ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები, მათი დახმარება რომ გააძლიეროს თბილისის მერია და მნიშვნელოვანი იყო წარმატებული პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და კარგი იქნება თუ დაიგეგმება ამ მიმართულებით საბჭოს წევრთა ვიზიტი, რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში, სადაც არის ასეთი წარმატებული მაგალითები მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის, რომელიც გავაუმჯობესოთ სოციალური პოლიტიკა და სოციალური სერვისები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. ქალბატონო მაია და მოკლედ შეიძლება სხივის და იკაოს და ერთის სამომავლო გეგმებზე რო გითხრათ. მოგახსენებთ, გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. ეხლა აგვისტოს თვეში გეგმა კიდევ ასეთი ორგანიზაცია გახლავთ, ახალგაზრდობა და ვეტერანები. მოდაცვის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მათთან პარტნიორობით ჩვენ გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ამ მემორანდუმის პარალელში ჩვენს ახალგაზრდებს ჩვენ ცენტრის სატრენინგო სივრცეში უკარდება ტრენინგები პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ და ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობით ჩვენ გეგმავთ სასახულო ბანაკის ერთპირიანი ბანაკის განხორციელებას გომბორის საწვრთნელ ბაზაზე და მოუწმობთ ელიან ჩვენი ახალგაზრდები აგვისტოს თვის დადგომას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება კიდევ დავგეგმოთ ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც ბანაკშია დაგეგმილი და ერთად გავატაროთ ეს საფულის ცხელი დღეები ასეთ ლამას და ბედნიერ გმრენში გომბორზე. ქალბატონო მაია, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით სიახლეებით. უღრმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ასევე მადლობა რადიო იმედს თქვენს გადაცემას, მადლობა ასე გვერდით რო გვიდგახართ, გვიყვართ და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა მაია ასაკაშვილი იყო სატელეფონო ხაზი ასოციაცია იკაოს და ერთის დამფუძნებელი, უფლებადამცველი ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში. ეს იყო გადაცემა ჩვენ აქვთ რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას.